ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ, მე მგონი ყველა კითხვას უპასუხეთ, ხო მარк სურთ. შეგვიძლია განვაგრძოთ მაშინ კითხვების დასმა? ხო. გამარჯობა, მოგესალმებით. მე გახლავართ ბათუ კოპალია. შემთხვევაში წარმოვადგენ მოძრაობას სახელწოდებით არა ლიბერტი აქტს. ჩვენ სამართლიანად შევეხეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ტიპის რეპრესიებს, თუმცა გამოგვჭა ერთი მთავარი ტიპის რეპრესია, რომელსაც ერქვა ეკონომიკური ტიპის რეპრესია, რომელსაც ეს რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის მიმართ ახორციელებდა. ამ რეპრესიამ თავისი თავი კონსტიტუციაში 94 მუხლის სახით ჰპოვა. ამ მუხლის თანახმად საქართველოს მთავრობას არ შეუძლია შემოიღოს ახალი ტიპის გადასახადები და გაზარდოს არსებული გადასახადების განაკვეთი, რაც ფაქტობრივად არსებს იმ მდგომარეობას, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი შემომტანები ვართ ჩვენ, დაბალშემოსავლიანი ადამიანები. შესაბამისად, საქართველოში ყალიბდება რეალობა, რომლის თანახმადაც პროგრესული გადასახედები, სადაც მდიდარი ადამიანი იხდის მეც, ვიდრე ღარიბი ადამიანი, არის ფაქტობრივად აკრძალული და შეუძლებელი. ჩვენ ბატონ მამკა თქვენ ძალიან კარგი სამი მომენტი ახსენეთ. პირველი ეს იყო ის, რომ ჩვენ არ უნდა გავხდეთ მძევლები გასული ან არსებული ხელისუფლების ცუდი ან რაიმე ტიპის მკვეთრი გადაწყვეტილებებისა. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდგომში. არსებობს თუ არა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა? შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ყოფილიყო ის გუნდი, რომელმაც იცოდა ეკონომიკური მოდელი, რომელიც ყველა დროსა და მოვლენაზე იყო გათვალისწინებული და გათვლილი, მე მგონია არა, და ამას მთელი დარბაზი იზიარებს და მესამე, რატო ხვდებით ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილების სვერპლნი ახალი კონსტიტუციის მოდელის პირობებშიც კი. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ აღვნიშნავთ აქ საუბრისას, რომ ფაქტობრივად ესეთი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მომავალში შეუძლებელი იქნება. ესე იგი, საქართველოში მათემატიკაზე ვსაუბრობდით, გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ დაქირავებულ დასაქმებულ ადამიანთა თითქმის 2/3 ხელფასს შეადგენს 600 ლარს და ნაკლებს. გამოდის, რომ დამატებით ღირებულების გადასახადი წარმოადგენს სახელმწიფო შემოსავლობის მთავარ დოტაციას, ესე ვთქვათ, რომელსაც მომხმარებელი იხდის. საშემოსავლო გადასახადი არის მეორე ადგილზე და საშემოსავლო გადასახადს ავსებენ ღარიბი ადამიანები. გამოდის, რომ ჩვენ ამ მდგომარეობას ვერასოდეს ვერ შევცვლით, ხო? მეორე, რაც თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს განვითარებული ქვეყნების კარგი გამოცდილებები და არსებობს განვითარებელი ქვეყნების ცუდი გამოცდილებები. დამისახელეთ ქვეყნები, სადაც არ არსებობს, დამისახელეთ ერთი ევროპული ქვეყანა მაინც, სადაც მდიდარი და ღარიბი ერთნაირად იხდის გადასახადებს. და მესამე, ჩვენ ვახსენეთ ეგეთი რამ, 94 მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 94 მუხლის მიხედვით, თურმე რეფერენდუმით არის შესაძლებელი საგადასახადო განაკვეთის გაზრდა. ბატონო მამუკა, თქვენ ახსენეთ, რომ რეფერენდუმის საგანი ვერ შეიძლება გახდეს ისეთი საკითხი, როგორიცაა საკონსტიტუციო რეფორმა, ხო? იმდენიდან მას ქმნიან სპეციალისტები და პროფესიონალები. მაშინ როგორ შეიძლება რეფერენდუმის საკითხი გახდეს მუდმივად თანაც, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით ევროპის ისტორიას, მდიდრები სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტიპის მზარდი განაკვეთებით იბეგრებიან, როგორ შეიძლება რეფერენდუმის საკითხი გახდეს საგადასახადო განაკვეთი. ერთი თხოვნა გვექნება. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ყველამ, ჩვენი სიცოცხლის ჯანმრთელობის ყველაფრის ფასად გავუნდევნეთ საქართველოდან ეს რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმი. თქვენ უნდა განდევნოთ საქართველოს კონსტიტუციიდან მიხეილ სააკაშვილი. ბატონმა სერგიმ და ზურაბ ჭიაბერაშვილმაც კი გარკვეულწილად გადაიაზრეს მიხეილ სააკაშვილი და ეხლა უკვე დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, ხო? ისინი აღარ არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლები. მაშ რაღაცე რჩება ეს არასასურველი, მცდარი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს კონსტიტუციაში. და მითხარით, თუნდაც ერთი ჯანმრთელი ქვეყანა, სადაც არ არის ესე ვთქვათ, პირდაპირ დემოკრატიის ქვეყანა, სადაც კონკრეტული ეკონომიკური მოდელი წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
და ერთი აი საერთო კითხვა ეთანხმებით თუ არა 94 მუხლის არსებობას, ანუ მიხეილ სააკაშვილის და მიშიზმის არსებობას კონსტიტუციაში. ესაგები. თუ შეიძლება მარჯვენა მხარეს მიკროფონს მოგესალმებით, გიორგი მამასახლისი.